სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. როდესაც ეკლესიაში მიცვალებულთა მოხსენების დღეებია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მიცვალებულებს, მათზე ვფიქრობთ, ზრუნავთ ამგვარად ფიქრით, ლოცვით, შესაწირავით, კეთილი საქმის კეთებით, როგორც შეგვიძლია, სიყვარულით ზოგადად და სიყვარულის საქმეებით. ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მნიშვნელოვანია და აუცილებელია, მაგრამ ამ დროს არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ერთი რამ, რომ უნდა ჩვენს გარდავიცვალოთ. და დადგებად როდესაც ჩვენს გარდაცვლილები ვიქნებით და ეკლესია ჩვენზე იზრუნებს. და ეს არც ძალიან დიდი ხნის მერე მოხდება, ადამიანი არ ცხოვრობს ძალიან დიდ ხანს. ყოველ შემთხვევაში ნერვიულობის გარეშე რო ვთქვათ, ასაკის და მიუხედავად, თუნდაც ჩვილი ბავშვი იმყოფებოდეს ჩვენთან, როგორც ხშირად გვითხოვს, 100 წლის მერე არც ერთი ცოცხლები არ ვიქნებით ამ ქვეყანას. შესაბამისად, ქრისტიანები ვართ რა, ჩვენ ვიცით, რომ გარდაცვალება არის ყველაზე საპასუხისმგებლო პერიოდი თუ მომენტი ჩვენ ცხოვრებაში, რომელსაც ჩვენ უნდა შევხვდეთ გაცნობიერებულად და არა ბრმად. ჩვენ შეგვიძლია გარდაცვალება ვაქციოთ, გარდაცვალება, რომელიც მრავალი ურწმუნო ადამიანისათვის და ზოგადად, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იგი ჩვენი მტერია, სიკვდილი, რომელიც ცოდვის გამო შემოვიდა ჩვენში, ურწმუნო ადამიანისათვის ის უბრალოდ კატასტროფაა, ხოლო მორწმუნე ადამიანისათვის ახლობლის გარდაცვალება მით უმეტეს არის საკმაოდ დიდი ტკივილი და მძიმე, მაგრამ ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, რომ იგი ღვთის კურთხევის აღსრულებაც არის, იმიტომ რომ უფალმა აკურთხა ადამიანი ცოდვის მერე, რომ მიწახარ და მიწათ მიიქეც, ეს ხორციელ სიკვდილს ეხება. ნებისმიერი ღვთის კურთხევა გაცნობიერებულად აღსრულებული სათნოებად იქცევა. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს ჩვენი ბოლო საქმე, რომელსაც ბოლო მტერს უწოდებს პავლე მოციქული და რომელიც ქრისტემ დაამარცხა და ქრისტეში ჩვენს უნდა დავამარცხოთ, ის შეიძლება ვაქციოთ ბოლო საქმეთ, თუ ჩვენ აი ამ საღვთო კურთხევას, რომ უნდა ხორციელად გარდავიცვალოთ, გაცნობიერებულად ღმერთთან თანამშრომლობით აღვასრულებთ. და ამისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, რომ თქვათ ისევ ეკლესიას მოусმინოთ, ეკლესიის ხმას, ანუ ხვდებით რას გეუბნებით, ხო? ჩვენ რა თქმა უნდა ვზრუნავთ ჩვენს გარდაცვლილებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ საკუთარ თავზეც ვიფიქროთ, რომ ჩვენც უნდა გარდავიცვალოთ და როგორ უნდა ვითანამშრომლოთ ღმერთთან, რომ ჩვენი გარდაცვალება იყოს მართლაც გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში და არა უბრალოდ სიკვდილი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს. ხო, და აი ეკლესია სხვათა შორის აი მიცვალებულთა მსახურებები რომ არის, გვთავაზობს გარკვეულ საკითხავებს. წმინდა წერილიდან ამ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, 7 საკითხავია მიცვალებულთათვის საღვთო ლიტურგიის მსახურებისთვის გამოყოფილი ასე. აი დღეს ერთ-ერთი საკითხავი ამ 7-დან, ერთ-ერთი საკითხავი, რომლის ნაწილსაც ჩვენ ახლა წავიკითხავთ, რაც აღმოვიკითხეთ. ამითაც ეკლესია შეგვაგონებს გვასწავლის, ისე როგორც სხვა დანარჩენი საკითხავებითაც. ეს იოანეს სახარება, ეს საკითხავები იოანეს სახარებაშია ყველა. იოანეს სახარების მეხუთე თავია ეს, აი რას გვასწავლის უფალი ამ სახარებაში, რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ამითაც მოვემზადოთ ჩვენი გარდაცვალებისათვის. რას ნიშნავს მომზადება გარდაცვალებისათვის? ჩვენი რწმენა გახდეს ქმედითი, ცოცხალი, ნამდვილი. იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ მისი მორწმუნე აღარ მოკვდება, ის გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ანუ აქ თავარი სწორედ ეს არის, ნამდვილი, ცოცხალი, მოქმედი, მტკიცე რწმენა გქონდეს, რომელიც არ არის რაღაც პასიური რამ, პასიური დაჯერებულობა ღმერთის არსებობისა, არამედ რწმენა ეს არის შემეცნების უმძლავრესი ინსტრუმენტი ჩვენში ღმერთის მიერ ჩანერგილი, როცა ჩვენ თითქმის ყველაფერი ვიცით, რაც ჩვენი გადარჩენისთვის საჭიროა. რწმენის მიერ თითქმის ყველაფერს ვიგებთ და ვსწავლობთ, რაც ჩვენი გადარჩენისათვის საჭიროა. უფალი ესეთ რამეს ამბობს, ვითარცა იგი მამა აღადგინებს მკვდართა და აცხოვნებს ეგრეცა ძესა, რომელთა ნებავს აცხოვნებს. აი აქ, რა თქმა უნდა, ესაუბრება მაშინდელ 2000 წლის წინ თავის მოწაფეებს, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ მათ წინაშე სამყაროს შემოქმედი დგას ადამიანად მოსული
რომელმაც არ იციან ბოლომდე რას ნიშნავს ძე ღვთისა და ძე კაცისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინები ძე ღვთისა, ძე კაცისა შეიძლება თქვა ბიბლიურ ტერმინებად ჩავთვალოთ, განსაკუთრებულად საინტერესოა ძე კაცისას ტერმინი. ძველ აღთქმაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ახლა ამას არ ჩაუმავდებით, რომელიც მათ მიანიშნებდა მომავალ მხსნელზე, ქრისტეს მოსვლაზე, უმწვერვალეს გამოვლინებაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ აკავშირებენ, უჭირთ გასაგებია. მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, როგორც ხშირად გვითხოვს, ჩვენ კი ვიცით ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, ჩვენი დოქტრინა მართლმადიდებლური ვიცით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი ადამიანად მოსული, მაგრამ ეს ცოდნა პრაქტიკაში ნაკლებად ავლენს თავს. რა უცნაურია, ხო ადამიანი ვიცი რომ ღმერთია და ვერ ვახერხებ რომ მას სისტემატურად სახარებაში უსმინო. ხო, ვერ ვახერხებ. რასაც უსმენ, ვერ ვახერხებ რომ დაუჯერო და დავემორჩილო ღმერთს. ვერ ვახერხებ რომ მისი სახელი კრძალვით, შიშით წარმოვთქვა. ვერ ვახერხებ რომ მასთან ურთიერთობა არ დამეზაროს. ვერ ვახერხებ რომ წირვაზეც კი, სადაც ვიცი რომ ამაზე დიდი შეერთების შესაძლებლობა ღმერთთან არ არსებობს, მთლიანად მობილიზებული ვიდგე და აქაც გონება მეფანტება და როცა ვეზიარები, ვერც იმას ვერ ვახერხებ რომ ღირსეულად მივიახლო როგორც ღმერთს და შევინარჩუნო ღმერთი ჩემში, ვერც ამას ვერ ვახერხებ და ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ მე ვარ, რამე თუ აი გაბნეული, გაფანტული, მე ეს ყველაზე მინიმუმ. ცოდვას ახლა პირდაპირ გაგებით რაღაცი დანაშაულის ჩადენაზე არ გულისხმობ. ჩემი ბუნება ეგეთია, გაფანტული, გაბნეული, არ შემიძლია კონცენტრირებული ვიყო ღმერთს. ეს რატო ხდება ესე? იმიტომ რომ კი ვიცი რომ ქრისტე ღმერთია, მაგრამ თან არ ვიცი. აი მესმის და არ მესმის, ვხედავ და ვერ ვხედავ. გესმის? განვიცდი და ვერ განვიცდი. წამს და არ ამწამს. აი რაღაც ესეთი რაღაცა ჭირს ადამიანს. თორე ახლა ადამიანს რომ ღმერთი გამოეცხადოს თავის იდეადით, ისეთი კონცენტრირებული იქნება ღმერთზე, რომ მეტი არ შეიძლება. ოღონ ეს არ იქნება მისი თავისუფალი არჩევანი. და ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთი რო ისე უკან დაიხევს, ის ადამიანი, რომლის თავისუფალი არჩევანი არ იყო ეს კონცენტრირება, ისევ ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება. გესმით? ანუ არ იქნება კვლავ ღმერთზე კონცენტრირებული. აი ეს არის მნიშვნელოვანი. რატო? იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეს მისი თავისუფალი არჩევანი არ არის. აბა იქ რა დაემართა? იქ დაემართა და შეეშინდა. გესმით, შეეშინდა უბრალოდ. ამიტომაც ნახე, როგორ ამბობენ წმინდა მამები, რომ რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი, უპირველესი გამოვლინება, თუ ჩვენ ცოცხალი რწმენა გვაქვს, ეს არის ღვთის შიში, რომელიც ჩვენ მაინდა-მაინც არ გვიყვარს. არ გვიყვარს, რომ გვეშინოდეს ღმერთის, გვინდა რომ ესე ლაღად ვიყოთ. მაგრამ თუ შიში არ იქნა, ადამიანს არ შეუძლია იყოს კონცენტრირებული ღმერთზე. არ შეუძლია. და თუ ვინმე იტყვის, რომ სიყვარულიო, ხო და ახლა სიყვარული რომ მქონდეს ღმერთის, მე ესეთი ვიქნები, როგორიც ვარ. ესეთი ვიქნები, არ გავანათებ შიგნიდან, ქრისტეს მსგავსი არ ვიქნები, რომ სიყვარული ნიშნავს, რომ მე მისი გონება მექნება, მისი გული მექნება, მისი სული მექნება, ჩემი სიტყვა მისი სიტყვა იქნება, ჩემი მზერა მისი მზერა იქნება, ყველაფერი მისი იქნება. და ჩაწარმოებდით იბლის ჩვენთან ქრისტე. იმიტომ რომ ადამიანში მთლიანად მთელი სისავსით ქრისტე იცხოვრებს. იყვნენ ესეთი ადამიანები. გრიგოლ ხარსტელი მახსენდება ყოველთვის სულ. როგორ არ იყო, აბა? იყო. ანათებდა ადამიანი, ფიზიკურად ანათებდა კაცო ადამიანი. შეუქმნენ ნათელს, რომელსაც თაბორის მთაზე მოციქულები ხედავდნენ, ის თავის თავში ატარებდა სულ, როცა ლოცულობდა, ყოველთვის ავლენდა ეს თავს. ხო, საოცრებაა ეს. ხო და ჩვენ რადგან არა ვართ ახლა ამ სიმაღლეზე, ამიტომ დასაბამი სიბრძნის არის შიში ღვთისა და ამიტომ თუ ჩვენ არ გვეშინია ღმერთის, ესე იგი ჩვენ რწმენაც არა გვაქვს, ბოლოს და ბოლოს ამას დიდი მამები ამბობენ, რომ პირველი გამოვლინება რწმენისა, ეს უნდა ერთ-ერთი უმთავრესი გამოვლინება და პირველი უნდა იყოს ღვთის შიში. ვითარცა იგი მამა აღადგინებს მკვდართა და აცხოვნებს. ყველა მიცით, რომ ღმერთს შეუძლია, ესე იგი გადაარჩინოს ადამიანი და აღადგინოს მკვდარი, აღადგინოს სულიერათაც და მომავალში ფიზიკურათაც, ანუ მარადიულად გვაცოცხლოს.
ეგრეცა ძე, რომელთან ნებავს აცხონებს და გვინერგავს ამ წმენას, რომ დიახ, როგორც მამა, ისე მე ღმერთი ვარ მეც და ამიტომ მეც შენში რომ შემოვდივარ ზიარების სახით, შენ რო ჩემს სახელს აღმოთქვავ და შენ რო ჩემს სიტყვებს ისმენ, თუნდაც ახლა ეს მე ვარ, რომელსაც მამის გავსად შენ შეუძლია მარადიული სიცოცხლე მოგანიჭოს, აღგადგინოს სულიერათაც, შემდგომში ფიზიკურათაც და გადაგარჩინოს. მე იმ ძალმოსილებით, რა ძალმოსილებითაც მამა აკეთებს, იმიტომ რომ მე და მამა ერთი ვართ. არც ახლა მამას ჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა მას. დიახ, შენი გასამართლება მამამ მთლიანად მე მომცა. ძე ღმერთი გვეუბნება. ანუ მთლიანად პიროვნულად, მამა და ძე ერთი ღმერთია, მაგრამ როგორც ჰიპოსტასი პიროვნულად, რომელიც ახლა ამ შემთხვევაში მე მელაპარაკება, მეუბნება რომ მთლიანად შენი მარადიული ხვედრი მთლიანად ჩემ ხელში. აბსოლუტურად ჩემ ხელში. და ამიტომ ამბობს, როგორც მამა, მამის მსგავსად, რომელიც ახლა არავის ჯის და არამედ თელის სასჯელი, თელი სასამართლო მე მომცა, ხო? მაგრამ მამა ხო გვესმის, ხო? ეს უფრო ვერ წდებით, ვერ ხედავთ და ვერ განვიცდით და ღმერთს ესე და ამიტომ დარწმუნებული ვართ მის აბსოლუტურ ძლევამოსილებაში, ძალმოსილებაში და რომ მოვიდა დაკნენებული და რომ ჭამ მას ზიარებაში, რაღაცნაირად რომ გესმის და ყოველდღე შეგიძლია იკითხო, რაღაც ისე ვექცევით რა. რაღაც ზარმაცობ, სასაცილოა ხო? ღმერთთან ურთიერთობა მოვიდა შენთან და შენ ზარმაცობ. ეს ხო გვემართება ჩვენ. მე ზუსტად მე მაქვს ის შენი განჯის სრული უფლებამოსილება. რათა ყოველი პატივსცემდნენ ძესა, ვითარცა იგი პატივსცემენ მამასა. აქაც ხო ზუსტად იგივე დამოკიდებულება ძისადმი, რაც მამისადმი, რამე თუ რომელმა არა პატივსცეს ძესა, მან არა პატივისცა მამასა, რომელმა მოავლინა იგი. მე მგონი კომენტარიც კი არ არის საჭირო, კვლავ ჩვენ თავს თუ მიუბრუნდებით, დავინახავთ, რომ რა ვიცი, რა ქვია ამას? ჩვენ სიზარმაცეს და უდებებას და გულგრილობას. ურწმუნოება ქვია, იმიტომ რომ ეხლა ვერავითარ შემთხვევაში ვერავის ვაკადრებ იმას, რომ ადამიანს ბოლომდე წამს ქრისტეს ღმერთობა და სარწმუნოებაში გულგრილია. ვერავის ვარ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს უთხრა, რომ სულელი ხარო. ხა სულელი ხო არ უნდა აკადრო არავის. ადამიანი ხო გასაგებია. ამიტომ ესე იგი, რადგან ამას ვერ აკადრებ, რომ სულელი ხარო უთხრა, ესე გამოდის მხოლოდ ერთი რამ, რომ ადამიანს არ აწამს. არ არის ეს რწმენა, მოქმედი რწმენა. ცოცხალი რწმენა არ არის. თეორიული, რაღაცა სქოლასტური რწმენაა რა, რაღაცა გაკვეთილი მეცადინა იცის და ეგ არის. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ რომელმას სიტყვანი ჩემნი ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქონდა ცხოვრება საუკუნო. ხო როგორ ბეჭდავს ხო ორჯელა. ამინ იგივე ჭეშმარიტებას ნიშნავს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომელმაც სიტყვანი ჩემნი ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქონდა ცხოვრება საუკუნო. და სასჯელსა იგი არა შევიდეს, აი საშინელი სამსჯავრო, ხო, საშინელი სამსჯავრო. სიყვარულის ღმერთთან შეხვედრა საშინლად რატო იწოდება? იმიტომ რომ ამით გვაფრთხილებს ეკლესია, რომ არ ახარ მზად, დიდი შესაძლებლობა არ იყო მზად ამისათვის. არ იყო მზად ამისათვის, იმიტომ რომ აი ამ გულგრილობის გამო. სამსჯავრო საშინელია და ეს განსჯა სასამართლო. მაგრამ უცნაურ რამეს ამბობს, სასჯელსა იგი არ შევიდეს სასჯელსა. რომელმაც სიტყვანი ჩემნი ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი. ანუ რწმენეს ღმერთი, რომელმაც ქრისტე მოავლინა, ანუ ფაქტობრივად რწმენა თუ ცოცხალი აქვს, სასჯელს, ანუ აი ამ სამსჯავროს სასჯელს ის აღარ გაივლის, აღარ გასამართლდება. იმიტომ რომ გასასამართლებელი ამაში არაფერი აღარ იქნება. იმიტომ რომ ის უკვე ღვთის ტაძარია, მაშინ ღმერთი ცხოვრობს. თუ გრიგოლ ხანძთელში რო ღმერთი ცხოვრობს, ღვთისმშობელში რო ღმერთი ცხოვრობს, რა უნდა გაასამ? თუ გონება ქრისტესია, თუ სული ქრისტესია, თუ ნებელობა აბსოლუტურ თანხვედრაშია ქრისტეს ნებასთან. რაღა არის გასასამართლებელი. და ამიტომაც აგრძელებს არაბეთ ასეთი ადამიანი გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. მის სიკვდილს ვეღარც გაიგებს. პირდაპირ გადადის სიცოცხლეში და სიცოცხლე ვინ არის ქრისტეში. ანუ ადამიანი ღმერთში გადადის პირდაპირ და ასეთი ადამიანი ხშირად მithქვავს ესეთი ტერმინი ღიმილით კვდება ხორციელა. და ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, აი როგორც გიპოვი ეგრე განგჟი, უფალი ერთ ადგილას ამბობს, ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ ღიმილით გარდავიცვალოთ, ანუ სიხარულით, ანუ ბედნიერებით.
ამისათვის აუცილებელია გქონდეს ლოცვა ნამდვილი სიღრმისეული. როდესაც ჩვენი გონება და გული ერთად ქრისტეში არიან და ხარობენ. როდესაც როგორც სუნთქვა არ გიწყდება, ასევე ლოცვა არ წყდება შენში. როცა ლოცვა შენთვის არის მდგომარეობა ღმერთთან ყოფობისა. როცა ლოცვა არის მდგომარეობა ღმერთთან პიროვნული ერთობისა. მუდმივად შეგრძნება მასთან ყოფობისა, მუდმივად განცდა მისი შენში. აი ეს არის ლოცვა. და როცა ადამიანს ეს აქვს და თუ ეს ნამდვილად აქვს და არ ეჩვენება რაღაცა ფსიქოლოგიური ისინი არ აქვს რაღაც ფსიქოსომატური განცდები. თუ ეს ნამდვილად ღმერთის განცდა აქვს ადამიანში და ეს დასტურდება მოყვასთან ურთიერთობაში, მოყვასთან სიმშვიდით, სიყვარულით, დიცულოვნებით, მოთმინებით, პატივისცემით, სიფაქიზით და ასე შემდეგ, როცა თითოეულ ადამიანს უყურებ ისე, როგორც მას ქრისტე უყურებს და ქრისტეს ყველა ადამიანი უყვარს, კაცო, ყველა მისი ქმნილებანი ვარ. და თუ ეს შინაგანი მდგომარეობა ამ გარეგანით დასტურდება, თქვენ აღარასოდეს მოკვდებით, არამედ ღიმილით გარდაიცვლებით სიკვდილისაგან სიცოცხლეში. და რადგან ჩვენ ეს გვინდათ და ეს არ გვინდოდეს უბრალოდ მართლაც უგუნურნი ვიქნებით და ამისთვის ვარ, ამისათვის ჩვენი დრო, პატარა დრო, რომელთაც ამ ცხოვრებაში ცხოვრობთ, უნდა ღირსეულად გამოვიყენოთ, გონივრულად გამოვიყენოთ, სისულელეში არ დავხარჯოთ. აი ეს ამას ჭირდება ეს მობილიზება, საკუთარ სისულელებში ხარჯავთ ჩვენ დროს, სამწუხარო. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ მოვალს ჟამი და აწვიარს ეს ჟამი. მოვალს, აი აქ მოვალს და აწვია. რატო აკეთებს ამას მოვალს და აწვია? იმიტომ რომ მარადისობიდან გველაპარაკებ. და მარადისობა არ არის არც გუშინ, არც დღეს, არც ხვალ. მარადისობა არ დადგება. დადგება ნიშნავს, რომ არ არის და დადგება. ესე იგი დროში ამწყდებ. მარადისობას დროში ვერ დაამწყდებ. მარადისობა სულ არის. ამიტომ ამბობს და ადამიანური ენა კიდე უსუსურია გამოხატოს მარადისობა. ამიტომ ამბობს მოვალს ჟამი და აწვიარს. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღვთისანი და რომელთა ისმინენ ცხოვნდნენ. მოვალს, ანუ რომ მოვკვდები, მე გავიგებ, მაგრამ აწვიარს, ესე იგი ახლაც მკვდარი ვარ სულიერად, ახლაც უნდა ვისმინო, გესმით? მკვდართა ისმინენ, მკვდარი ვარ, როგორ ვარ, ღმერთ მკვდარი ნიშნავს, რომ ვერ გძნობს. და სულიერად მკვდარი ნიშნავს, რომ ღმერთს ვერ გძნობ. მკვდარი ვარ სულიერად. ისმინენ სიტყვანი, მაგრამ გაქვს შესაძლებლობა გეუბნება ქრისტე, რომ ისმინო, გაიგო, აი დღეს გაქვს შესაძლებლობა გაიგო. და თუ გაიგებ, რომელთა ისმინენ ცხონდნენ, გადარჩები, იმიტომ რომ როგორც კი შენ ღვთის სიტყვა შენ გულს ეხება, ესე იგი უკვე გესმის. რადგან გესმის, ესე იგი გაცოცხლება დაიწყე. გაცოცხლება თუ დაიწყე, ესე იგი შენი რეანიმაციის პროცესი გაგრძელდება, თუ შენ თავად ხელს არ შეუშლი ღმერთს და უკვე გადარჩენილი ხარ. რამე თუ ვითარცა მამას აქვს ცხოვრება თავისათვის სათანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რათა აქ უნდეს ცხოვრება თავისათვის სათანა. კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ ღმერთი განსხვავდება ყველაფერი სხვა ყოფიერებისაგან. ყველაფერი ნებისმიერი ყოფიერება, მკვდარი, არამცოცხალი, ბიოლოგიურად ცოცხალი, არაცოცხალი, ნებისმიერი ანგელოზით, ყველაფერი ცოცხლობს გარედან შემომავალი ღმერთით, ღმერთის ენერგიით. ერთადერთი ღმერთია, რომელსაც თავისი სიცოცხლის წყარო თავისივე შიგნით აქვს. არავის არ შეუქმნია, თვითონ არსებობს, უნდა და არსებობს. ამიტომ ამას ნიშნავს, მამას აქვს ცხოვრება თავისათვის ისათან. სიცოცხლის წყარო თავის თავში აქვს ღმერთს. და ძესა მოსცა, ანუ ძე მამიდან გამომავალია და მამიდან გამომავალი ერთ არსებად რჩება რა მამისა, ამიტომ მასა ძესა, ძე ღმერთსაც სიცოცხლის წყარო თავის თავში აქვს. იმიტომ რომ ეს წყარო ერთია ღმერთში, ეს არის საღვთო ბუნება, რომელიც მამას და ძეს საერთო აქვს. ამიტომ ძესას თავის თავი, რადგან იგი სრული ღმერთია, სრულ ბუნებას ფლობს, ის როგორც მამას სრულ ბუნებას ფლობს ღვთაებრივს და სულიწმინდა ღმერთი სრულ ბუნებას ფლობს ღვთაებრივს, ამიტომ ძესას თავის სიცოცხლის წყარო, არსებობის ყოფიერების წყარო თავის თავში აქვს. ეს რატო გვეუბნება ამას? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდეთ კიდევ ერთხელ, რომ ძე ღმერთი, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდეთ ვის მოუხმობთ და ვის ვეზიარებით. ვინ შემოდის ჩვენში, როცა ვეზიარებით. და სწორედ ამის მერე ამბობს, რომ რადგან იგი ჭეშმარიტად ღმერთია და სიცოცხლის წყაროა და თავის თავში აქვს სიცოცხლის წყარო, ამიტომ ხელმწიფება მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად. ამავე დროს სასჯელის, ანუ გასამართლების, კვლავ გასამართლებაზე საუბრობს, წეღანას ხო თქვა, რომ ყველაფერი გასამართლების სასამართლოს განჯის უფლება მამამ ძეს გადააბარა მთლიანად, იგივე იმეორებს
და თან შეგახსენა, რომ იგი ღმერთია, თავის სიცოცხლის წყარო მასშია, მას აქვს ხელმწიფება, ძალაუფლება სასჯელისა, გასამართლებისა, კიდევ ერთხელ იმეორებს და ეხლა გჭირდება კითხვა, რატომ პიროვნულად ზეღმერთს გადააბარა პიროვნულად მამა ღმერთმა სასჯელის განჯის უფლება ადამიანის. განმარტავს აქვე, რამე თუ ძეკაცის არის. ანუ ადამიანიც გახდაო და იმიტომ. ნახე, ადამიანიც რომ გახდა, პიროვნულად მას იმიტომ გადაებარა განსჯა. და რას ნიშნავს ეს, ხო ხვდებით? ადამიანი რო გახდა, ჩვენი სისხლი და ხორცი რო გახდა, ჩვენი ძმა რო გახდა, ჩვენი ტკივილები რომ განიცადა, იგი თანაელმის ჩვენს ტკივილებს და თანაგვიგზნოს სიკვდილამდე, მას უყვარ ვარ სიკვდილამდე, ჩვენთვის მოკვდა და შესაბამისად შენ არ შეიძლება რამე გეტკინოს და განიცადო ისეთი რაც მას არ ტკენია და არ განუცდია, ამიტომ როგორ ავთქო ახლა ეს სიტყვა, მაგრამ იოლად გვპატიობს. ადამიანურია ეს, იმიტომ რომ აი ჩვენთვის გასაგები რო იყოს და უბრალოდ ჩვენთვის გასაგები რომ არის ღმერთი იოლად რო გვპატიობს, ჩვენ იმედიანად ვართ, აი შიში გვაქვს და იმედიანად ვართ, იმიტომ რომ უფალო მე რომ ტკივა, მე ხო ვიცი რომ შენს გტკიო და მე რომ ასე მომექცენ, მე ხო ვიცი რომ შენც ასე მოგექცნენ. ესმით და მე ხო დარწმუნებული ვარ რომ გიყვარ ვარ, ამიტომ აი ეს ეშმაკი რო აქედან მებრძვის რომ უნდა რომ სასწორკვეთილებაში, უღმერთობაში, დეპრესიაში ჩამოგდეს, შენ ვინ გაპატიებს, ცოდვილო და ასე შემდეგ 1000 რაღაცას გვაბრალებს ეშმაკი, იმეც გვიკარგავს, გვეუბნება რომ ღმერთისგან მიტოვებული ხარ და ასე შემდეგ, ჩვენ გვახსენდება ქრისტემ რა გააკეთა ჩემთვის და ვიცი როგორ მიტოვებული. ჩემთვის მოკვდა და მიმატოვებს? არ მიმატოვებს, გესმით? და ჩემ ტკივილს ვერ გაიგებს, როგორ ვერ გაიგებს? ყველაფერს გაიგებს და სწორედ ამიტომ ჩემთვის იმედის მონიჭებისთვის აი გადააბარა მამამ ძეს სასჯელი და პირველი განჯის ხმა ქრისტესი როგორც მოსამართლის ხმა რო გაჟღერდა, ეს გაჟღერდა ჯვრიდან, არა ტახტიდან. ყოვლის პრობლემის ტახტიდან, არამედ ჯვარცმული ღმერთიდან გაჟღერდა, მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. გესმით? ეს ისიც რას ნიშნავს, მიუტევე მამაო, არ იციან რას აკეთებენ? ვერ ჩაიდენ ვერაფერ ისეს, რომ ღმერთმა არ გაპატიოს. აი შეუძლებელი ადამიანმა ესეთი რაღაც ჩაიდინოს, რომ ღმერთმა არ აპატიოს. ყველაფერს გაპატიებს. ოღონ ერთი რამეა საჭირო. შენ ეს უნდა გინდოდეს. პრობლემა სწორედ აი სულიწმინდის გმობა რა არის, რომელიც არასდროს მიეტევება ადამიანს. ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელსაც არ სურს, რომ ღმერთმა აპატიოს. საერთოდ არ სურს ღმერთთან არანაირი კომუნიკაცია, არანაირი კავშირი. როგორც ზოგიერთი ათეისტი მისიონერები ამბობენ ხოლმე, არ მინდა რომ ღმერთი იყოს რა. არ მინდა დისკომფორტს ვიგზნო ღმერთი რო იყოს. აი ასეთი ადამიანი არის სულიწმინდის გმობელი. ასე რომ ესე ძალიან მნიშვნელოვანია ვფიქრობ და მე გვეუბნება რომ ნუ გიკვირს ეს არ ყველაფერი არ უნდა გაგიკვირდეს. ჩვენ გაოცებულები ვართ ამას რომ ვისმენ, რამე თუ მოვალ ჟამი, რომელსაც ყოველდღე რომელი ისხდნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა, მისის ახლა უკვე დაუბრობს გარდაცვალებულებზე უკვე და ჩვენზე, როცა ჩვენ გარდავიცვლებით, თუ ჩვენ ვერ მოვესწარით უფლის დაბრუნებას, გარდავიცვლებით და ეს ნიშნავს, რომ ვიქნებით საფლავებში და დადგება ჟამი, და ყველანი, რომელიც ისხდნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა, მისისა, ანუ რას ნიშნავს, როგორ დაშლილმა სხეულმა, მიწაში მტრად ქცეულმა სხეულმა რა უნდა გაიგოს, ხო? ანუ იწყება კვლავ აღდგენა, ანუ სულისა და ხორცის შეერთება, ეს რა არის, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რაღაცა ესეთია, ჩვენთვის საიდუმლოებაა, მაგრამ ეს არის მოცემულობა გამოცხადებით და ისმინა ნიშნავს იმას, რომ ხდება შეერთება სულისა და სხეულის კვლავ, ისმინონ ხმისამისისა და გამოვიდოდიან კეთილის მოქმედი აღდგომასა, აი აღდგომა, რასაც ქვია მკვდართა, კეთილის მოქმედი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის მოქმედი აღდგომასა სასჯელისასა და ჩნდება კითხვა, ვინ არის კეთილის მოქმედი, ანუ ვინ აღდგება მარადიული ბედნიერებისათვის და ვინ აღდგება მარადიული ტანჯვისთვის, ვინ არის კეთილის მოქმედი, ვინ არის ბოროტის მოქმედი. და ამას შემდეგი მუხლი განმარტავს. უცნაურ ამას ამბობს თავად ღმერთი, რომელსაც იგივე ბუნება აქვს. ნება ბუნების თვისებაა და რადგან მამას და ძეს ერთი ბუნება აქვს, ერთი არსი აქვს, ნებაც ერთი აქვს, მაგრამ უცნაურ ამას ამბობს, არახელმეწიფების მე საქმე თავით ვისით არა რა, არამედ ვითარცა მესმის ვჟი და სასჯელი ჩემი მართალას. ანუ ჩემი თავით არაფერს არ ვაკეთებ, არამედ რაც მესმის მამისაგან თავისთავად ცხადია და ჩემი სასჯელი მართალიაო, ჩემი განსჯა მართალია, ჩემი სამართალი მართალია.
და რატომ იქვე განმემართავს? როგორ იმდაბლებს თავს, ხო? იმიტომ რომ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა, ჩემისა, მამისას. ამით როგორც ადამიანი, ხო ჩემთვის გახდა ადამიანი, ხო ჩემთვის მოკვდა და ჩემთვისვე იმდაბლებს თავს და ჩემთვისვე მასწავლის, ჩემთვის ლოცულობს, იმიტომ რომ მას ლოცვა არ ჭირდება ერთია თავად და სულ მუდმივი კავშირი აქვს მამასთან. ყველაფერს აკეთებს ჩემთვის, რომ მე დამანახოს როგორ ვიცხოვრო და ჩემთვისვე ამბობს ამას, რომ ჩემი საქმე და ჩემი განსჯა მართალი იმიტომ არის, რომ ჩემი ნებით კი არა, მამის ნებით მოქმედებ. ჩემი ნებით კი არ ვცხოვრობ, მამის ნებით ვცხოვრობ და ეს არის პასუხი სწორედ იმაზე. ვინ არის კეთილის მოქმედი და ვინ არის ბოროტის მოქმედი. კეთილის მოქმედია ის, ვინც ღვთისნებით ცხოვრობს და ბოროტის მოქმედია ის, ვინც ღვთისნებით არ ცხოვრობს. ესე იგი, ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ღვთისნება მუდამ და ღვთისნების მიხედვით ცხოვრობდეთ, რომ არ ვიყოთ ბოროტის მოქმედი და ვიყოთ კეთილის მოქმედი. აი ეს არის, ხედავთ, ერთი საკითხავია და რამდენი რამე შეიძლება ადამიანმა გაიგოს იმისათვის, თუ როგორ უნდა იცხოვროს და როგორ მოემზადოს გარდაცვალებისათვის, იმიტომ რომ ეს დრო აუცილებლად დადგება ჩვენთვის. შესაბამისად, მზად უნდა ვიყოთ. თუ ჩვენ ასე მომზადებულები ვიქნებით და ასე გარდავიცვლებით, მაშინ იმედია, რომ ჩვენს გავიგებთ ოდესღაც უფლის ხმას, რომელიც ისეთ გონება მიუწვდომელ სიხარულში შეგვიყვანს, რომლის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია. იყოს ნება უფალო შენი, ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.